თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. 8 მარტი გაზაფხულის მოსვლა, 3 მარტი და ასე შემდეგ ძირითადად ქალთა დღეებთან დაკავშირებული ან ქალის რომანტიზირებასთან აფილირებული კალენდარული დღესასწაულებია. საქართველოში ადრე და ახლაც ეს დღეები ყვავილებთან ასოცირდება, ქალის მოფერებასთან, სუნამოს ყიდვასთან და ტაში ქალებო ჩემი მაზლიც ეკვავს გრიალთან. არადა ძალიან ცოტამ თუ ვიცის რომ სინამდვილეში ეს დღეები ქალთა მიმართ სოლიდარობის დღეებია, რომ გვახსოვდეს ჩვენ გვერდით ათასობით ხალი იჩაგრება და დიდად არ უნდა გვეპრაზნიკებოდეს. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. ახალი კვლევების შედეგად მთელ მსოფლიოში გაიზარდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა. საქართველოში გაეროს ქალთა ფონდის სწრაფი გენდერული შეფასების მიხედვით, ქალების 18% უგრძნია ოჯახში ძალადობის მაჩვენებლის ზრდის შესახებ. ქალთა მიმართ ძალადობა ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემად რჩება საქართველოში. გენდერული უთანასწორობა ამ საკითხების მიმართ საზოგადოების ნაწილის ინდიფერენტული განწყობა და მთავრობის მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმა ქმნის პრობლემის მთელ ჯაჭვს. პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ქვეყანაში საზოგადოების შემწყნარებული დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მონაცემები არ ასახავს პოზიტიურ სურათს სოციალურ ნორმებსა და სტიგმის კუთხით საქართველოში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამოკიდებულებები დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ იცვლება. დღეს უკვე უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ამაზე ხმამაღლა. დღეს ეს ძალადობა ოჯახით, სოციალური და ეკონომიკური ჩარჩოთი, კულტურული და რელიგიური ტრადიციებით არის გამყარებული. სწორედ ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ქალთა მიმართ ძალადობას არ განიხილავს როგორც დანაშაულს. ამით კი დაუსჯელობის სინდრომამდე მივყავართ. ბევრი ჩემი ნაცნობი ქალი სულაც ვერ ხვდება, რომ მას არასწორად ექცევიან. როდესაც ფემიციძებს საუბრობთ, როდესაც ამა თუ იმ საშინელ ისტორიებს ვისმენთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის როგორც ძალადობის უკიდურესი აქტი, ხანგრძლივი და გაურთსაზესი დისკრიმინაციისა და ძალადობის შედეგია. ახლა რაც შეეხება მოკეიფე ქალებს, ღმერთმა გაქეიფოთ და იგი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ეს დღეები უპირველესად ქალთა მხარდაჭერის და გაძლიერების დღეებია. ნუ გონიათ, რომ ეს თქვენ არ გეხებათ. ნუ გონიათ, რომ ეს სხვა ოჯახების სცენია. იცოდეთ, ასეთი რამეები თვით კარგ ოჯახებში ხდება. თვითონ ქალები არ არიან სოლიდარული. აი რა არის დღევანდელი ჩემი სარომანტო მესიჯი ძვირფასო ქალბატონებო. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი.